აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის სპეციალური პროგრამის ფარგლებში დანის პარაულის სამთო სათხილამურო კურორტმა ბოლო დამსვენებლებს უმასპინძლა. სათხილამურო ბაზას ამჯერად თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ. პროგრამა, რომელიც დანის პარაულის, გომარდულისა და ქედლების სამთო სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად, თებერვლიდან ამოქმედდა და მის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ კურორტზე უფასოდ დაესვენათ. მაღალმთიანი აჭარის სათხილამურო ტრასები კი წელს ასობით ვიზიტორმა გამოსცადა. Ველად ვარ მე აქ ძალიან მომეწონა და ვაპირებ რომ შემდგომშიც ჩამოვიდეთ, იმიტომ რომ ახლა არაჩვეულებრივი ადგილია და ჩემი აზრით ყველა უნდა ჩამოვიდეს აქ, ვინც არ ყოფილა ამ კუთხეში და ნახოს ეს მხარე. ეს ყავს სტუმრები ქალაქ თბილისიდან, ახალგაზრდები, ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტები. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგ დროს ატარებენ, ძალიან მოხარულები არიან და დარწმუნებული ვართ, რომ სამომავლოდ გაგრძელდება ასეთივე პროგრამები, უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება საქართველოს მრავალი კუთხიდან, ჩამობრძანდებიან როგორც გომარდულის, ქედლების, ასევე დანის პარაულის მიმართულებით და გაატარებენ ძალიან კარგ დროს.